ახალციხეში მცხოვრებ ფარცახაშვილების ოჯახში დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. 10 წლის გოგონა მოულოდნელად ცუდად გახდა და ახალციხის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. უნიმედი სამცხეს მედიკოსების განმარტებით გოგონას გადარჩენა მათ ვეღარ შეძლეს, რადგან იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. დილით 11 დაახლოებით 11 წუთი იქნება შემოიყვანეს, შემოიტანეს უბრალოდ გვამი, ნახე გავსინჯე სასიცოცხლო ნიშნები, 10 წლის გოგონა იყო. სასიცოცხლო ნიშნები აბსოლუტურად არაფერი არ ჰქონდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში ფარცახაშვილების მეზობელმა საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა. ფაშიკ ვირაბიანი ყვება, რომ მას ოჯახის წევრების ხმა შემოესმა, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. გოგონა ხელში ავიყვანე და მანქანაში ჩემი ხელით ჩავსვი, ამბობს ფარცახაშვილების მეზობელი. ტკივოდნენ და ვიცი, ხალხი მეზობლები ყველა კარეთი იყვნენ, გამოვედი. გავიგე რომ რაღაცა გიშველეთ ვიძახო და ხალი. ავედი ზევით, ნახე რომ ცუდად არის, ბავშვი ძალიან ცუდად იყო. არ ვიცი რა ქონდა, რა არ ქონდა. ავიყვანე ხელში ზურაით მეზობელით მანქანაში დააჯინეთ მანქანად და ავიყვანე საავადმყოფოში. იქაც ექიმებმა რაც რო შეეძლეს, გააგეთეს ხარ. გოგონას გარდაცვალების დადასტურების შემდეგ მედიკოსებმა პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც არასრულწლოვანი ახალციხის პროზექტურაში გადაასვენეს. შემოვიდა დაახლოებით ასე პირველ საათზე 10 წლის გოგონა. ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, აღებული იქნა შესაბამისი ანალიზები. სასამართლო სამედიცინო ექსპერტის განმარტებით ექსპერტიზის დასკვნა 3 კვირაში დაიდება, რის შემდეგაც გოგონას გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდება.